თქვენი შვილის ფოტოთი დადიხართ ამ აქციაზე და მომისმენია მე თქვენგან არაერთხელ რომ თქვენს ვალსაც იხდით და თქვენი შვილის ვალს კი არ იხდით თქვენმა შვილმა ვალი მოიხადა უბრალოდ ქმნით ასეთ განცდ შტაბეშტილებას რომ თქვენი შვილიც არის მონაწილე ამ ბრძოლისას ამ აქციებისაც და რამდენად დამაკმაყოფილებელი არის თქვენთვის იმ ადამიანების მონაწილეობის ხარისხი. ყველას ერთნაირი შესაძლებლობა არ აქვს ამ შემთხვევაში არავის გასაკიცხად არ გეკითხებით, რომლებიც ამას ყველაფერს შორიდან უყურებენ. Ну, რა თქმა უნდა, ახლა ყველას ვიმახსოვრებდი ჩემი შვილის ფოტოთი დავდივარ და ესე პირად იციან უკვე ვინ ვარ და რა ვარ და რისთვის ვარ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი შვილი როცა დაეცა უკრაინის მიწაზე, ის დროშა გადმომცა მე და ეს დროშა ბოლომდე უნდა ვატარო. მე ესე მესმის. ისიც კარგად ვიცი, ახლა კომენტარებსაც ბევრს წერენ რაღაცებზე. ჩემი რჩევა იქნება არასოდეს არც ასა ეკითხოთ არ მიექცევთ. არ ყვები. დარწმუნებული ვარ, რამდენჯერმე უფრო მეტი არის თქვენი თანაგრძნობი და მხარდამჭერი კომენტარი. მაგრამ ჩემ შვილს ესე ესმოდა და ჩემი შვილი ვაჟკაცი ბიჭი იყო, შვილები უფრო სწორედ ორნი წავიდნენ, ერთი ჩამოვიდა, მადლობა ღმერთს ცოცხალი. ესე ესმოდა, ერთი ბეწო ბიჭი იყო, 21 წლის იყო, აფხაზეთის ომიო დედაო, შენ ჩემზე კარგად იციო. ყველაზე პირველები უკრაინელები მოვიდნენ და დაგვეხმარნენო. ძალიან ნაკითხი ბავშვი იყო სხვათა შორის. და როგორ შეიძლებაო მე ახლა იქ არ წავიდეო. მან თავის გასაკეთებელი გააკეთა და ის დროშა გადმომცა მე და კი აქვთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ძალიან ბევრნი არიან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემმა შვილებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ჭეშმარიტი გზა. მე ესე ვფიქრობ, თუმცა ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს. ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი არსებობს, რომლებიც თუნდაც ახალი გარდაცვლილი როცა იყო ჩემი შვილი, რატო წავიდა რა უნდა და უკრაინაში მასე რომ მეუბნებოდნენ, აი რა უნდა მეპასუხა მაგათთვის. სამწუხაროდ არიან ეგეთი ადამიანებიც, მაგრამ იმათ არ ესმით ეს, რომ ჩვენ მივდივართ სიმართლისკენ, ჩვენ მივდივართ თავისუფლებისკენ.